მოკლედ გამზადდა ყველაფერი, ჩასხმულია, შეერთებულია და ველოდებით ორთქლის სამოსვლას და დავიწყებთ უშუალო პროცესს. ასეთ მდგომარეობაში გამოიყურება ფარა. ჩავასხი შიგნით დაახლოებით 50 მილილიტრი. მე მგონი არ უნდა დაჭირდეს დიდი ხანი ამ ყველაფრის ადუღებას. საერთოდ დაიქოქა ვნახოთ, პირველად ჩავდე. ნახოთ რა შედეგს მოგცემს. დავაპაუზოთ. მე მგონი პროცესი წავიდა, რაღაცა ხმა ისმის, მაგრამ ჯერ ორთქლს ვერ ვხედავ. აი წამოვიდა, არ ვიცი კამერა რამდენად გადმოსცემს, მაგრამ რაღაცა ორთქლის მაგვარი წამოვიდა. აბა დავიწყეთ, მთავარი მომენტი. ფიქრობ, რომ ჯერ კარგად არ არის ადუღებული. რა მაგარია. როგორც გამაფრთხილეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს ეს პატარა სპილო ფარს. თორე აუცილებლად დააზიანებს, ასე რომ მეც ვეცდები ფრთხილად ვიყო. როგორც ამბობენ, კიდე ასე დამუშავებული ფარა. დაახლოებით წელიწადი პლუსით, წელიწადზე მეტი ძლებსო. ნახოთ, მე მგონი კარგი გამოდის. რაღაცა ლაქებიც არ ემჩნევა ჯერჯერობით. აი აქ ემჩნევა პატარა ლაქები, აი აქ წერტილი აქ და ეგეც სავარაუდოდ შიგნიდან რაღაცა. გადავატაროთ. საინტერესოა ნეტა რა შემადგენლობაა ქიმიური, რომ პლასმას ასე კარგად ამუშავებს. ჯერ ხელი არ მაქვს მიჩვეული კარგად კიდევ. ხო, კიდევ ერთი. ბევრი არ უნდა ჩაასხათ შიგნით, იმიტომ რომ ერთხელ ანადუღარი რეკომენდაცია იყო, ჯობია რომ მეორეჯერ აღარ გამოიყენოთო. აი აქ შიგნით ტოვებს ხარვეზებს, იმიტომ რომ ვერ მილდექი ეტყობა გასაშკურკად, კარგად. ისე ჩემი აზრით უკეთესი იქნება თუ ფარა მოიხსნება და ისე გაკეთდება. შვენიერალური გამოდის მე მგონი. აი აქაც დარჩენილია. მომიწევს მაგის ალბათ თავიდან გადამუშავება და თავიდან დამუშავება ორთქლით. კარგით, ესაა მე მგონი სულ რაცა. მივიღეთ ასეთი შედეგი. მინდა შევადარო, აი ამ ადგილას მაინც გვაქვს ლაქები და ეს ლაქები უკვე გადაშკურკვის ბრალი არ არის. ეს ლაქები შიგნიდანაა. მინდა ვიზუალურად შევადარო აქეთ ფარას. მე მგონი ბევრი სხვაობაც არა. შევხედავ მე შორიდან ორივეს და იმის მიხედვით გადავწყვეტ. მოკლედ, მადლობთ ყურადღებისათვის. მე ვფიქრობ, რომ ამ სერვისს ჩემი სახელოსნო დაიმატებს. თქვენ კი ამასობაში გამოიწერეთ ჩემი გვერდი. კარგად ბრძანდებოდეთ.